პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით ვიდეო მასალას და განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ ბრალდებულ იგ-სთან დაკავშირებით ვიდეო მასალათა ციკლს, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ვიდეო მასალა თარიღებისა და საათების მიხედვით თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. გსურს აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული დღეების სრული ვიდეო მასალა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულია, გამოძიების მიერ და ასევე ხელმისაწვდომი იყო გარდაცვლილი პირის უფლებადამცველისთვის. გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო. გამოძიების შედეგები საზოგადოებას ეცნობება. კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამთ ბრალდებულის იგ-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებთ მის ოჯახს. ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იმდენად პროფესიონალმა შეასრულა ეს ცემა, როგორც ჩანს, რომ რა თქმა უნდა გარეგანი დაზიანებები ხილული არ უნდა ყოფილიყო. იმაზე რატომ არ სვამთ კითხვას, ან იმას რატო არ კითხულობს ვინმე, რომ ვივამედის კლინიკამ გასცა კონკრეტული დოკუმენტი, რომელსაც ქვია ფორმა 100, სადაც მითითებულია, რომ გორგაძეს აქვს მოტეხილობა ყვრიმალის ძვლების, სახის ძვლების, შუბლი აქვს გაბზარული, ფუძე ქალის მოტეხილობები, ერთი კი არ აქვს მრავლობითი და მთელი სახე ადამიანს აქვს დალეწილი და შეიძლებოდა რომ ეს ერთი წაქცევით როგორც ამას ანვითარებს პენიტენციური სამსახური და როგორც იქ ერთ-ერთი თანამესაკნე ჩვენებაში ამბობს რომ ერთი წაიქცა ზურგით და გაითიშაო და გათიშულ მდგომარეობაში იქნა გაყვანილი ბადრაგის მიერ სასწრაფოს მეშვეობით ვივამედის კლინიკაშიო. აი ეს არის მთავარი კითხვები. პირველ რიგში მინდა სამძიმარე გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახების მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, თუმცა აქვე მინდა გამოურიცხო ცალსახად ის სპეკულაციები, რაც გვესმის უკვე 2 დღის განმავლობაში, რომ თითქოს პენიტენციურ სისტემაში რამე ძალადობას ჰქონდა ადგილი და მით უფრო თითქოს ამ ძალადობის მონაწილე თავად პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები იყო. ეს არის ცალსახად გამორიცხული დღეს გამოქვეყნებული ვიდეო მასალით აშკარად დასტურდება, რომ პაციენტს რაც გარდაცვლილ პირს სახეზე არ აღენიშნებოდა რაიმე დაზიანებები, ეს თავისუფლად შევიარაღებული თვალითაც შეიძლება ვიხილოთ და ის მძიმე დაზიანება, რომელიც მან თავის არეში მიიღო, სავარაუდო დაცემის შედეგად, ამას გამოძიება დაადგენს საბოლოო და შესაბამისი ექსპერტიზების შემდგომ გახდება ცნობილი. სწორედ ამ დაცემის შედეგად მიიღო პატიმარმა ის დაზიანებები, რომლებიც შემდგომ სამწუხაროდ სასიკვდილო აღმოჩნდა. ოჯახის მდგომარეობა მესმის, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და განიცდიან გარდაცვალებას მათი ოჯახის წევრისა, თუმცა შეუძლებელია ვერ დაინახო ის ვიდეო მასალა და ვერ იხილო ის კადრები, სადაც გამორიცხულია, რომ პაციენტს მრავლობითი დაზიანებები სახის არეში აღენიშნებოდა.